ვთქვათ, გავაფორმეთ ტექსტის ერთი ნაწილი და ზუსტად იგივენაირად მინდა გავაფორმო სხვა ტექსტიც. ამისათვის მოვნიშნოთ გაფორმებული ტექსტი და სტანდარტული იარაღების ბარში დავაჭიროთ კლავიშს Format Painter, რომელიც ფონტს მოგვაგონებს. ამ მოქმედებით ჩვენ ვიმახსოვრებთ მონიშნული ტექსტის ფორმატს, ხოლო თუ კურსორს დავაკვირდებით, მას ჩვენს მიერ არჩეული ფუნჯი დაყვება. ახლა კი მოვნიშნოთ გასაფორმებელი ტექსტი. გავაუქმოთ მონიშნა და შედეგით სახეზეა. იმ შემთხვევაში კი თუ კი გვინდა რომ არჩეული ფორმატით ტექსტის სხვადასხვა ნაწილები გავაფორმოთ, მაშინ ამ ხელსაწყოზე ორჯერ ზედიზედ უნდა გავაწყაბუნოთ. და როგორც ხედავთ, ის მანამდე დაყვება კურსორს, სანამ თავის ადგილზე არ დავაბრუნებთ.